მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარიამ გოგინავა. წინა ლექციაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ რა არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია გავერკვეთ, რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ტესტირების სასიცოცხლო ციკლები. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ თუ რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლი. რა ეტაპებისგან და როლებისგან შედგება SDLC, რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლი და რა ეტაპებისგან შედგება იგი. დავიწყოთ განმარტებით თუ რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლი, იგივე SDLC, Software Development Life Cycle. მარტივად რომ ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება ეს არის გზა იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე და შემდეგ მის მხარდაჭერამდე. რამდენმა თქვენგანმა იცით რა არის Agile. Agile ეს არის არა მხოლოდ სამუშაო გეგმა, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს პროდუქტი, არამედ ეს არის აზროვნების წესი და განსხვავებული თანამედროვე მიდგომების ერთობლიობა, რომელიც პროექტების მართვისთვის გამოიყენება და ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას. Agile manifest-ი 4 მთავარ ღირებულებას გამოყოფს. ადამიანი და ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროცესები და ხელსაწყოები. მუშა პროდუქტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვრცელი დოკუმენტაცია. კლიენტთან თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოლაპარაკებები კონტრაქტის გარშემო და ცვლილებებზე რეაგირება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წინასწარ გაწერილი გეგმის მიყოლა. როგორ მუშაობს Agile? ყველაფერს გააჩნია თავისი სტრუქტურა, მათ შორის Agile-საც. Agile-ის მიდგომა მოიაზრებს, რომ პროექტი უნდა დაიყოს მცირე ციკლებად, საშუალოდ 1-დან 4 კვირამდე, რა დროის პერიოდშიც გუნდმა უნდა დაისახოს გარკვეული მიზნები. უკავშირი ყოველი ციკლის ბოლოს. კლიენტი ნახულობს შედეგს და გვაძლევს შენიშვნებს. მოქნილობა, თუ ბაზარი ან მოთხოვნები შეიცვალა, გუნდს შეუძლია გეზი მალევე შეცვალოს. და გუნდი. გუნდის წევრები მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ თვითორგანიზებულები და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ Agile-ის ერთ-ერთ ფრეიმვორკზე, რომელსაც Scrum-ი ეწოდება. Scrum-ი ყველაზე პოპულარულია Agile-ის ფრეიმვორკებს შორის, ის იყენებს ეგრეთ წოდებულ სპრინტებს, რომელიც ჩვენ მოვიხსენიეთ როგორც მცირე ციკლები, რაც 1-დან 4 კვირამდე საშუალოდ შეიძლება რომ გაგრძელდეს და მისი მთავარი ღირებულება არის დიდი მიზნების პატარა ნაბიჯებით მიღწევა. მოდით გადავიდეთ SDLC-ის ფაზების მიმოხილვაზე და ნახოთ რა კავშირია თეორიასა და პრაქტიკას შორის. პირველი, რასაც განვიხილავთ, ეს არის მოთხოვნების ფაზა. იგი შეიძლება შეგხვდეთ როგორც მოთხოვნების შეგროვების ფაზის სახელით, ასევე დაგეგმარების ეტაპის სახელით. ჩემი აზრით ყველაფერი იმაზე უფრო ადრე იწყება, ვიდრე მოთხოვნების ფაზაში არის ეს აღწერილი. ყველაფერი იწყება იდეით და ამას მე ნულოვან ფაზად მოვიხსენიებდი. როდესაც ჩდება იდეა, შემდეგ ხდება გუნდის მოძებნა და როდესაც გუნდი იკვრება, შემდეგ უკვე მიმდინარეობს საერთო მიზნებზე მუშაობა. ვაფასებთ პროდუქტს. მოთხოვნების ფაზის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის პროდუქტის სწორი შეფასება, მიზნების წინასწარ გამიჯვნა და რამდენად რთულია პროექტი. შევაფასოთ თუ რა რესურსები შეიძლება დაგვჭირდეს პროექტში. პასუხისმგებელი როლები ამ ეტაპზე არიან პროექტ მენეჯერი, დამკვეთი, ბიზნეს ანალიტიკოსი. ეს სამი ძირითადი როლი პასუხისმგებელია იმაზე, რომ გუნდს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რა ტიპის პროდუქცია უნდა იმუშაონ, ასევე გააზიარონ თავიანთი ხედვები და ჩამოაყალიბონ ბიზნესის მოთხოვნები სწორად და გამჭვირვალედ. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, აქვს თუ არა ტესტერს აქ რაიმე პასუხისმგებლობა. ტესტერი მოთხოვნების ფაზაში უფრო მეტად ინფორმირებული როლია. ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია განსაზღვროს, რამდენი ტესტერი დასჭირდება პროექტს, როგორი უნდა იყოს ტესტირების პროცესი და რა ეტაპიდან დაგვჭირდება მაგალითად ავტომატიზაცია. გარდა ამისა, რაც მთავარია, ტესტერების გუნდი მოთხოვნების ფაზის დროს პასუხისმგებელია შეისწავლოს
პროექტი სრულიად და დაიწყოს დოკუმენტების სწავლა, რათა იპოვონ შეცდომები უშუალოდ დოკუმენტში, რაც კითხვების დასმიდან გამომდინარეობს. ტესტერმა უნდა დასვას, რაც შეიძლება მეტი კითხვა, როდესაც დაიწყებს დოკუმენტის სწავლას, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა არის გავითვალისწინოთ საბოლოო მომხმარებელი, შევისწავლოთ ცალკე როგორც ბიზნესის მოთხოვნები, ასევე ტექნიკური დეტალები, რაზე იქნება დაწერილი ბექენდი, ფრონტენდი. თუმცა ამ ყველაფერზე წინ დგას მომხმარებლის გამოცდილება, რომლიდან გამომდინარე ჩვენ ვსვამთ მაქსიმალური რაოდენობის კითხვებს, რათა დეველოპმენტის შემდეგ მინიმალური შეცდომები ვიპოვოთ. STLC-ს მეორე ფაზა არის დიზაინის ფაზა. დიზაინის ფაზის დროს პროექტ მენეჯერი და ბიზნეს ანალიტიკოსი თავიანთ მიერ შეკრებილ დოკუმენტებს და ბიზნეს მოთხოვნებს აერთიანებენ ერთი დოკუმენტის სახით და მას გადასცემენ დიზაინერს, რომელმაც უნდა დაიწყოს დიზაინის პროტოტიპზე მუშაობა, რათა შემდგომ ეს დიზაინის პროტოტიპი გადაეცეს დამკვეთს, ანუ stakeholders და მან დაადასტუროს დიზაინის პროტოტიპის პირველი ვერსია მაინც, რომ შემდგომ გაგრძელდეს მასზე მუშაობა. ალბათ აქაც გაგვიჩნდება კითხვა, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ტესტერს. დიზაინის ფაზის დროს ტესტერი არის კონსულტანტი, შემფასებელი. ტესტერების გუნდი აფასებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დიზაინერის მიერ გაზიარებული პროტოტიპის საფუძველზე და ასევე აფასებს დიზაინის თანხმდრას დოკუმენტაციასთან. ტესტერი აქ პასუხისმგებელია არა მხოლოდ დიზაინერის მიერ შემუშავებული პროტოტიპის თანხმდრა დაადასტუროს ბიზნეს მოთხოვნებთან, არამედ დააკვირდეს ფერების კონტრასტს, რამდენად სწორად არის ფერები არჩეული და რამდენად სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის. SDLC-ის ამ ეტაპის დროს ტესტერი არ არის მხოლოდ როლი, რომელიც უნდა აფასებდეს დიზაინერის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანხმდრას ბიზნეს მოთხოვნებთან. მისი როლი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ კონსულტანტის და შემფასებლის. ტესტერი პასუხისმგებელია გამოხატოს ინიციატივა, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს დიზაინერის მიერ შექმნილ პროტოტიპში, გააზიაროს თავისი აზრი და შთაბეჭდილებები, თუნდაც გამოყენებულ ფერებთან მიმართებაში, რამდენად მარტივი და კომფორტული აღსაქმელი იქნება პროდუქტი საბოლოო მომხმარებლისთვის, რამდენად სწორად არის ელემენტები განლაგებული დიზაინში და ხომ არ ჯობია რაიმე ცვლილებები შევიტანოთ. ბუნებრივია, არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი თითოეული ინიციატივა დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის სწორედ იმ აზრების გაჟღერება ხმამაღლა, რაც დაგვებადა დოკუმენტაციების შესწავლის დროს. მესამე ფაზა არის უკვე დეველოპმენტის ეტაპი. დეველოპმენტის ეტაპის დროს, მას შემდეგ, რაც პროექტ მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი შეკრავენ დავალებას მარტივ გასაგებენაზე და დიზაინერი დაასრულებს მუშაობას თავისი პროტოტიპის გარკვეულ კომპონენტზე, ეს დავალება იკვრება და მიდის დეველოპმენტის გუნდთან გასამზადებლად. ამ მშრალ პროცესში, როდესაც მზადდება დავალება და გადაეცემა ის დეველოპმენტის გუნდს, ტესტერის ჩართულობა არ არის აუცილებელი. მომდევნო ფაზა არის უკვე ტესტირების ეტაპის დაწყება, როდესაც დეველოპმენტის გუნდი ასრულებს დავალებას, რომელიც მას პროექტ მენეჯერმა და ანალიტიკოსმა მიაწოდა დიზაინერთან ერთად მუშაობის შემდეგ, ტესტერი ღებულობს ამ დავალებას და იწყებს ბექენდის შემოწმებას, ფრონტენდის შემოწმებას, მოსალოდნელ შედეგებთან თანხმდრის დადასტურებას, რაც მთავარია პოულობს შეცდომებს. მეხუთე ფაზა არის უკვე deployment-ის ფაზა, იგივე გაშვების და მიწოდების ეტაპი, როდესაც დეველოპმენტის გუნდმა დაასრულა მუშაობა პროდუქტზე, პროექტ მენეჯერმა, ბიზნეს ანალიტიკოსმა, დიზაინერმა, ტესტერმა და დეველოპმენტის თიმმა მთლიანად დაასრულეს მუშაობა პროდუქტზე, გადასცეს ის დამკვეთს, იგივე stakeholders, რათა მან დაადასტუროს, რომ პროდუქტი მზად არის გასაშვებად და ჩაბარდება იგი მომხმარებელს. შემდეგ იწყება მომხმარებლის მოზიდვის პროცესი, რომელშიც ბუნებრივია დეველოპმენტის თიმი უკვე აღარ არის ჩართული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეველოპმენტის თიმი უქმდება, არამედ გადავდივართ მხარდაჭერის ეტაპზე. მეინტენენსის ეტაპზე მოზიდული მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, რომელიც შემდეგ მიდის დეველოპმენტის თიმთან და ისინი კვლავ იწყებენ SDLC-ის პროცესს ხელახლა.
ეს არის განგრძობითი პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ ვხედავთ, რომ საიტს ჭირდება გარკვეული მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერაზე აგრძელებს მუშაობას სწორედ ის მთლიანი გუნდი, რომელმაც იგი შექმნა. ეს გუნდი არ წყვეტს საიტის მხარდაჭერას, ვინაიდან ხარისხზე პასუხისმგებელი არის მთლიანი დეველოპმენტის გუნდი, მათ შორის პროექტ მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, დიზაინერი, დეველოპერი და არა მხოლოდ ტესტერების გუნდი. გავიხსენოთ მაგალითი, რომელიც ჩვენ პირველ ვიდეოში განვიხილეთ, რაც არის სახლის აშენების მაგალითი, იმისათვის რომ შევაჯამოთ SDLC-ის პროცესი. სახლის აშენების დროს ძალიან ბევრ ეტაპს გავდივართ. თითოეული ეტაპი საჭიროებს განმეორებით გადახედვას, შეთანხმებული დოკუმენტების, დიზაინების, შემოწმება და ეს ყველაფერი არ სრულდება მანამ სანამ სახლი არ ჩაბარდება დაგკვეთს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლი არის განგრძობითი პროცესი, რომლის თითოეულ ეტაპს ჰყავს პასუხისმგებელი როლი, თუმცა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საბოლოო პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობა არის მთლიანი გუნდის და არა მხოლოდ ტესტერის. გადავიდეთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლის განხილვაზე. ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის ფაზები, ახლა კი უნდა გავერკვეთ თუ რა კავშირში არის იგი ტესტირების სასიცოცხლო ციკლის ფაზებთან. ტესტირების სასიცოცხლო ციკლი იწყება მოთხოვნების ანალიზით. შემდეგ ტესტირების დაგეგმა მიმდინარეობს, ტესტ кейსების მომზადება იწყება, ტესტირების გარემოს მომზადება, ტესტირების გაშვება და ტესტირების დახურვა. როდესაც შეგროვდება უკვე მოთხოვნები, იწყება მოთხოვნების ანალიზის ეტაპი. ამ დროს ტესტერები სწავლობენ პროექტსა და დოკუმენტს, პოულობენ შეცდომებს დოკუმენტში და სვამენ, რაც შეიძლება მეტ კითხვას. დიახ, ჩვენ ეს ეტაპი უკვე განვიხილეთ, როდესაც SDLC-ის მოთხოვნების ანალიზის ნაწილში ტესტერის პასუხისმგებლობას განმარტავდით. თუმცა მას SDLC-ის ნაწილში თავისი სახელი აქვს და მოთხოვნების ანალიზი ეწოდება. მოთხოვნების ანალიზი არის განგრძობითი პროცესი. როდესაც დიზაინის ფაზა სრულდება, დიზაინიც ერთგვარი მოთხოვნის დოკუმენტს მიეკუთვნება და შესაბამისად მისი ანალიზი, მისი შესწავლა, ცდომების პოვნა, კითხვების დასმა და გარდა ამისა მოხმარებლის გამოცდილებისა და დიზაინის თანხმედრის შეფასება დოკუმენტაციასთან არის სწორედ ტესტირების მოთხოვნების ანალიზის ფაზის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. შემდეგ იწყება ტესტირების დაგეგმვის ეტაპი, რომლის დროსაც განისაზღვრება, რამდენი ტესტერი დასჭირდება პროექტს, როგორი უნდა იყოს ტესტირების პროცესი, რა ეტაპიდან დაგჭირდება ავტომატიზაცია, გარდა ამისა, რა მოწყობილობებზე უნდა შემოწმდეს პროდუქტი და რა ხელსაწყოები გვჭირდება ტესტირებისთვის. ტესტირების დაგეგმა არ მოიაზრებს მხოლოდ რესურსს. ეს არ არის მხოლოდ ტესტ მენეჯერის პასუხისმგებლობა, არამედ მთლიანი გუნდის სასურველია იყოს ჩართული ტესტირების დაგეგმარების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი არის ახალი, ან პროდუქტს ემატება რაიმე ახალი ფუნქციონალი. ტესტირების დაგეგმა გრძელდება დეველოპმენტის ფაზის დაწყების პარალელურად. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიაც შესაძლოა ცვლილებები ნებისმიერ დროს შევიდეს, გამომდინარე იქიდან, თუ რა ცვლილებები შედის უშუალოდ ბიზნეს მოთხოვნების ნაწილზე. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ დეველოპმენტის პროცესი დაიწყოს და მას შემდეგ, რაც დასრულდება დეველოპმენტის პროცესი, უკვე იწყება ტესტირების ფაზა. ტესტირების ფაზა SDLC-ის გადმოსახედიდან შედგება რამდენიმე ეტაპისგან. ეს არის ტესტ кейსის მომზადება, ტესტირების გაშვება, ტესტირების გარემოს მომზადება და ტესტირების დახურვა. ეს ყველაფერი არის ტესტირების ფაზის შემადგენელი კომპონენტები. განვიხილოთ თითოეული მათგანი შედარებით დეტალურად. პირველი ნაბიჯი ტესტ кейსების მომზადება. ეს არის დოკუმენტი, სადაც აღწერილია თუ რა უნდა შეამოწმოს ტესტერმა. შემდეგ თეორიას რომ გადავაბიჯოთ, ვიტყოდი, რომ პრაქტიკაში უფრო სწორია ტესტირების გარემოს მომზადების ნაბიჯის გადადგმა, სადაც განვსაზღვრავთ თუ სად უნდა მიმდინარეობდეს შემოწმება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ბრაუზერი, ან მოწყობილობა, ლეპტოპი, პირადი კომპიუტერი, Android ან iOS. მომდევნო ნაბიჯი არის ტესტების გაშვება,
ჩვენ მიერ შემუშავებული ტესტ кейსების გამოყენებით შემოწმებების დაწყება. რას ამოწმებს ტესტერი? ტესტერი ამოწმებს თავის მიერ შექმნილ ტესტ кейსებს, ბიზნესთან თანხმდას, მოხმარებლის გამოცდილებას, რამდენად სწორად მუშაობს პროდუქტის ფუნქციონალი სხვადასხვა ბრაუზერებსა და მოწყობილობებზე. ბოლო ეტაპი არის ტესტირების დახურვა, რის შედეგით დასრულდა ტესტირება. როდესაც ჩვენ უკვე დავასრულეთ ჩვენ მიერ შემუშავებული ტესტ кейსებით პროდუქტის შემოწმება, ჩვენ ვამბობთ, რომ ტესტირება დაიხურა და ამ კონკრეტული ფუნქციონალის ან და მთლიანი პროდუქტის ტესტირება დასრულებულია. გარკვეული შედეგებით იქნება ეს წარმატებული შედეგები თუ ნეგატიური შედეგები. ამრიგად, მეგობრებო, ჩვენ განვიხილეთ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლი, მისი ფაზები, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლი და მისი ფაზები და არ დაგვავიწყდეს, რომ Agile-ში SDLC და STLC პარალელურად მიმდინარეობს და არა რიგრიგობით. მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ ჩვენს ვიდეოს. უფრო მეტი სასწავლო გაკვეთილებისთვის გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დატოვება თუ კი რაიმე კითხვები გაქვთ.